American Master, the Suli Satrika, Sitpat Movits Midata Shows Manis of Femisa, Gabriel Impedisa, Edmire Basa, Mogilosa, Manu Martin Idolus Christian, Apasama, Celsa, the Pope Melsa. Rompen ყოველთა ბედნიერად და მშვიდობით გაადაროთ. გარნა რა არის ბედნიერება? სიდგან მოუვა კაცსა და სიდგან მიეცემა კაცი. ღირს რომ ამაზე თქვა ორიოდე სიტყვა. მეტადრე დღეს, როდესაც ყოველი კაცი ბედნიერებას მოულოცავს მოყვასათისა და ბედნიერებაზე ფიქრობს. ჩვენ ძმანო ჩემო, თითქმის ერთობ ყოველთა შეცდომილი აზრი გვაქვს ამ საკითხზე. თუ იმე კარგად ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, წარმატებაში არის და კეთილდღეობაში, ვიტყვით, მას ბედი აქვს, ის ბედნიერი არის. და თუ ვინმე მცუდად წაიყვანა თავისი საქმე და მოახვდა მას კეთილდღეობა, მასზე ვიტყვით, რაღაც ბედი არა აქვს, უბედური კაცი არის. აქედან ნათლად ჩანს, რომ ვინც ესრებ იტყვის, იმას გონია, ვითომ წვერი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალაყრობით. ვისაც უეცრა პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება და თუ მეორე შეხვდა, წახდება. არა ძმაო ჩემო, თუ კარგად დაუპირდები ქვეყნის ცხოვრებას, შეიტყო, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზე და მის ყოფა-ქცევაზე. ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინი, ჭკვიანი, შრომის მოყვარული, ის უმეტეს წილად არის გაკეთებული და ბედნიერი. წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარი, უგუნური, უზრუნველი, თავის გონების დაუზოგველად და დამფარველი, თუ გინ დიდ ბედნიერებასაში და იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და დაუბედურდება. როგორადაც კერძო პირის, ეგრევე მთელი ქვეყნის, ანუ მთელი საზოგადოების ბედნიერება სწორედ ნამდვილად და უეჭველად არის დაფუძნებული დაუცხრომელსა სწავლასა და დაუცხრომელსა მუშაობასაზე. ამას დავიმტკიცებ ჩვენ გამოცდილება. ამას დავიმტკიცებ ჩვენ მაგალითი იმ ქვეყანათა, რომელიც ჩვენზე არიან დაწინაურებული, განათლებასა და კეთილდღეობასაში. აბა კითხე იმ კაცს, რომელიც ყოფილა იმ განათლებულ ქვეყანაში, ანუ წიგნებიდან ამოუკითხავს მათი ცხოვრება და მდგომარეობა. ისინი დაგარწმუნებენ შენ, რომ ყოველი მათი წარმატება და ბედნიერება წარმომდინარეობს მათისა გასაოცარისა მხნეობისა და დაუძინებელის შრომისაგან. იმ განათლებულ ქვეყნებში ანდაზად აქვთ თქმული, დროება არის სიმდიდრე და ვინც დროებას მცონარეობით ატარებს, იგი კარგავს ბედსა და სიმდიდრესაო. მართალია, არა ერთგზის მომხდარა, რომ ზოგიერთი კერძო პირი გაკეთებულა და გამდიდრებულა არა თვისითა მეცადინეობითა, არამედ ერთითა უბრალო შემთხვევით. გარნა მთელი ხალხი და ქვეყანა რომ განათლდეს და გაბედნიერდეს ტვინიერ შრომისა, ხნეობისა და მოთმინებისა, ეს არ მომხდა. გარნა ჩვენ ძმანო, ახლა საყდარში ვდივართ, წირვის მომსმენელი და ღვთისმლოცველი. აქ თითქმის უადგილო იყო უბნობა სოფლის ბედნიერებასაზე, მაგრამ წარგვიტაცა სოფლის ჩვეულება. ჩვენ აქ უნდა უბნობდეთ სულიერსა წარმატებასა და ბედნიერებასაზე. გარნა საკვირველი ის არის, რომ ესეც თითქმის იმაზედვე არის დამოკიდებული, რაზედაც ხორციელი ბედნიერება. რაი არის სულიერი წარმატება და ბედნიერება? ის, როდესაც კაცი სულითა თვისითა გამართლდება ღვთის წინაშე და ეღირსება უხრწნელსა გვირგვინსა, საუკუნოისა ცხოვრებისას. გარნა ვინ გამართლდება ღვთის წინაშე? ის, ვინც არის მხნე, ბეჯითი, შრომის მოყვარული, მომთმენელი სულიერთა მოღვაწეობათაშია. სულიერი წარმატება და ბედნიერება სწორედ იმ კაცს უნდა მივაწეროთ, რომელმან თვით ხასიათი გაისწრო, გაიკეთა, დაიმუშავა, როგორადაც ბეჯითი მიწის მუშაკი გასწნეთ და გააკეთეთ თვის საყანასა. წინააღმდეგ ამისა, რომელიც კაცი ესოდენ არის დაუდევნელი და მცონარე, რომ არ გამოიცვალა ცუდი თვისი ხასიათი, არამედ თავითვისი დაანება და მიანდო იმ უგუნურთა და მხეცურთა მიდრეკილებათა,
რომელიც ბუნებიდან აქვს ზოგიერთ ეტაპიდან, იგი სულიერადაც არის უბედური და წამყვანი. ახლა შეხედე ძმაო და იხილე, ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვს ერთი და იგივე საფუძველი, შეუყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა, სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება. ღმერთო, მაცხოვრო ჩვენო, განამტკიცე ჩვენს გულში ეს მხნეობა, განაღვიჯე ჩვენ შორის შრომის მოყარება, ყავ სულიერადაც და ხორციელადაც წარმატებული და გაბედნიერებული. ამინ. შეგვეციოს გაბრიელ ეპისკოპოსი, მისი ლოცვა მერიმ მოგმადლოს შრომის სიყვარული, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვანახა თავისუფლის ხელოვნებით წმინდა გაბრიელი და რაც ყველაზე მეტად აყრია თანამედროვე ადამიანს, ყველას სურს წარმატება, ყველას სურს სიგეთე, თუმცა შრომა აი აქ კი ძალიან ცოტანი არიან ისეთი ადამიანები, ვინც ამ ყველაფრისათვის შრომას თავს იღებს. ესე უფასოდ ისე უბრალოდ ყველას უნდა ეს, მაგრამ ესე არ ხდება. ჩვენ მოვისმინეთ გაბრიელ ეპისკოპოსისგან ასეთი სიტყვები, რომ დღესო ჩვენო ტაძარში ვდგევართ. წირვის მომსმენელიო და ახლა ცოტა უადგილოს კი იყო ამ ქვეყნიურ ბედნიერებაზე საუბარი, მაგრამ სოფლის ჩვეულებამ გაგვიტაცაო, ასე ვითხრა წმინდა უდმთავარმა. ეს სიტყვები ქვიათ ყურადსაღებია. კი სულ რამოდენიმე სიტყვაში თქვა ეს ყველაფერი წმინდა უდმთავარმა, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა მთელი გულისხმობით უნდა მოусმინოთ ამ სიტყვებს და უნდა დავფიქროთ, რატომ თქვა ეს. უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეკლესია არ არის ადგილი, სადაც ადამიანს ასწავლიან, როგორ მოიწყო სამყაროული ბედნიერება. რატომ არ არის ეს ადგილი? იმიტომ, რომ ეკლესია ასწავლის, ასე სჯერა ეკლესიას და ასე უნდა სჯეროდეს თითოეულ მის შვილს, რომ ეს სოფელი არის დევნულების ადგილი. ეს სოფელი არის სასჯელის ადგილი. ეს სოფელი არის შრომის და ბრძოლის ადგილი. ასე სჯერა ეკლესიის. და აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ ადგილზე ადამიანი იწყებს მოსვენებას, ბედნიერებაზე ფიქრს, კეთილმოწყობაზე ფიქრს, რა თქმა უნდა ეს ეკლესიისთვის უცხოა. ამიტომ ამბობს წმინდა უდმთავარი, რომ უცხო არის ცოტა, უადგილოც კი არის აქ ამაზე ლაპარაკი. წარმოიდგინეთ ახლა, რომ შუა ბრძოლაში მტერთან რომელიმე ჯარისკაც მოთქვას, რომ მე ახლა უნდა დავისვენო და წამოვიდე და დავიძინო. აი დაახლოებით ესეთი არის ის ქრისტიანი, რომელიც ამ ქვეყანაზე ეძებს ბედნიერებას, იმ გაგებით ბედნიერებას, რა გაგებითაც საეროს ხალხს ესმის ეს ბედნიერება და არა იმ გაგებით, რა გაგებითაც ეკლესიას ესმის ბედნიერება. თქვენ თუ უსმენთ ახლა ყურადღებით სამოციქულოს წმინდა პავლე მოციქულმა მაგალითად მოგვიყვანა ის ადამიანები, ვინც საქმე იყო ღმერთს. და მინდა რომ აი ხა მოვიძიეთ იმ უხლებს, რომ წაგიკითხოთ. ხო. წაგიკითხოთ ის და ნახოთ თუ როგორ გაატარეს თავიანთი ცხოვრება იმ ადამიანებმა, ვისაც ჭეშმარიტად ბედნიერად რაცხს ეკლესია, რომელთაც მოიპოვეს გვირგვინი ღვთის წინაშე და რომელთაც წესით უნდა ვბაძავდეთ თითოეული ჩვენთან. აი ნახეთ, როგორ საუბრობს პავლე მოციქული. მოდი ცოტა ვრცლად წავიკითხოთ.
სარწმუნოებით მწირობდა ქვეყანასა მას აღთქმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკვიდრობდა ისააკ და იაკობისთანა, მკვიდრთა მათთანა მისივე აღთქმისა. რამითუ მოელოდა მას, რომელსა იგი საფუძველ უსხეთ ქალაქსა, რომლისა იგი ხუროთ მოძღვარ და შემოქმედ ღმერთი აქვს. სარწმუნოებითა იგი სარა ვერც ვაყრილიყო, ძალი მიიღო შესაწყნარებლად თესლისა და ჟამთა გარდასრულმა მშვალს. რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელი იგი აღუთქვა მას. ვინაიცა ერთისაგან იშნეს ესე მკვდრისა მისგან, ვითარცა ვარსკვლავი ცისანი სიმრავლითა და ვითარცა ქვიშაი ზღვისა ურიცხვით. სარწმუნოებით მოსწყდეს ესე ყოველდღე და არ გამოეღო მათ აღნათქვა მიიღო, არამედ შორით იხილეს და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგი ქვეყანასაზე. და რა იღამე თქვა, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მithხრობა გედეონისთვის, ბარაკისთვის და სამსონისთვის და იეფთაისთვის, დავითისთვის და სამუელისთვის და წინასწარმეტყველთა, რომელიც სარწმუნოებით ერეოდეს მეფე. იქ მოდეს სიმართლესა, მიემთხვივნეს აღთქმასა, დაუყვნეს პირნი ლომთან, დაშიტეს ძალი ცეცხლისა, განერნეს პირსა მახვილისასა, განძლიერდეს უძღვრებისაგან, იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა. ბანაკები აუტეს უცხოთესთან, მოიყვანეს დედათა აღდგომილი მკვდარნი მათი, ხოლო სხვანი წარკვეთითა თავთაითა აღესრულეს და არა მოიღეს მათ გამოცნაი, რაითა უმჯობესსა აღდგომასა ღირსინა, ხოლო სხვანი ტანჯვითა და გვემითა განიცადეს, მერმე ყვალად გორკილებითა და საპყრობილითა, ქვითა განიდვინეს, განიხერხეს, განიცადეს, სიკვდილითა მახვილესაითა მოწყდეს, იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკულევანი, ჭირვეული, ძვირხილული, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცდომილი, თათა და ქვაბთა შინა და ხვრელთა ქვეყანისათა, და ესე ყოველნი იწავნეს სარწმუნოებით და არღა მოიღეს მაგრათქვა მიიღე, რამეთუ ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესი წინაისწარ განიგულა, რაითა არა თვინიერ ჩვენსა სრულ იქმნე. აი ნახეთ, როგორ ცხოვრობდნენ ის ადამიანები, ვინც განდიდდა ღვთის წინაშე. ქვით განტვინული, განხერხილი, მახვილით მომწყდარნი, უდაბნოებში, ქვებში, ხვრელებში, ისე რომ სამოსელიც კი საკმარი არ ქონდა. აი ეს ადამიანები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ, ღვთის წინაშე არიან გაგიდებული. აი წმინდა პავლე მოციქული ამას მეუბნება, ნახეთ რომ რადგან ღმერთმა მათთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა. აი რაც გაბრიელ ეპისკოპოსმა ვიქრა, სწორედ ამას იმეორებს პავლე მოციქულის. აქედან გამომდინარე ამბობს გაბრიელ ეპისკოპოსი. შრომა და მოღვაწეობა. ამის გარეშე სულიერი წარმატება არ არსებობს. დალხენილი ცხოვრება, ვისაც უყვარს, წმინდა მამები ესე გვეუბნებიან, თუ ადამიანს უყვარს დალხენილი ცხოვრება ამ ქვეყანაზე, ის ვერ ცხოვრდება. ცოტა მძიმე მოსასმენი არის, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან გვიყვარს დალხენილი ცხოვრება. ფართობა და დროსტაობა, ყველა ჩვენთაგანს გვიყვარს, თავს მოვიტყვი. და მამები ამბობენ, რომ ესეთი ადამიანი ვერ ცხოვრდება. აი როგორი მოსასმენია ახლა ეს ყველაფერი რო გესმის ადამიანს. ამიტომ შევეცადოთ რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის ვიშოვოთ. ნამდვილი ბედნიერებისთვის, ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის, რომელიც არ განხარდება არასდროს. ამ ქვეყანაზე ადამიანი მართლაც
ზოგი ბედნიერია, ზოგი უბედურია, ზოგი ისია, ზოგი ესია. და შევნაკლი ვართ ხოლმე მათ, ვინც კეთილდღეობით, ამქრონიული კეთილდღეობით არის, ესე ვთქვათ, სავსე. და შევნაკლი ვართ და ყველას გვინდა რომ ისე ვიყოთ ხოლმე ჩვენ. მაგრამ თუ დავფიქრდებით პირუთვნელად, რაცა უნდა კარგად იცხოვროს ამ ქვეყანაზე ადამიანი, ეს ყველაფერი ხო ძალიან მალე დასრულდება. ზოგისთვის ერთი წამია ეს სოფელი, ზოგისთვის შეიძლება 100 წელი. მაგრამ ერთი წამის და 100 წელის მარადისობასთან მიმართებაში უკვე აღარაფერი არ არის. ცოტა გონებისთვის ძნელი აღსაქმელია ეს, მაგრამ მარადისობასთან შედარებით მართლა აღარაფერი არანაირი სხვაობა არ არის ერთი წამის და 100 წელს შორის. მარადისობასთან შედარებით. არანაირი სხვაობა არ არის. და რაოდენ სამწუხაროა, რომ ადამიანები აი ამ მართლაც არაფერი ქართველმა კაცმა კარგად ხო წუთი სოფელი. მართლაც ამ წუთი სოფლისთვის ადამიანი რამდენს შრომობს, რამდენს წვალობს, რომ აი წუთიერი ბედნიერება მოიპოვოს და მარადიული ბედნიერებისთვის ერთი თითის განძრივაც არ უნდა იქნას. აი ეს არის ყველაზე სამწუხარო. მერთმა შეგვაძლევილის, აი რაც გაბრიელ ეპისკოპოსმა ვიქრა. შრომის გარეშე არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე. მერთმა შრომა შეგვაძლევილის, მერთმა მოღვაწეობა შეგვაძლევილის. ამას რა შრომა უნდა? მცირედი მომდევნობა, რომ ადამიანმა საკუთარ თავს ცოტათი მეტი მოსთხოვოს, წაიკითხოს, მინდა წერილი, ილოცოს, ევედროს ღმერთს, სიკეთე გააკეთოს, უწყალება არ გაიზაროს, იმ კეთილდღეობიდან, რომელიც ღვთისგანაა მიღებული, მცირეოდენი ისევ ღმერთს დაუბრუნოს მოწყალების სახით, დაეხმაროს ახლობელს, მეგობარს, გულში სიბოროტი არ ჩაიგოს. ამ ყველაფერს ეძახის შრომას წმინდა საფარი. და ამ შრომის საფასურად ადამიანს ეძლევა მარადეული ბედნიერება. ამაზე მარტივი რა უნდა იყოს. თან უფალი მეუბნება, რომ ამ გზაზე თუ შეცდომები მოგივა, არ შეშინდა. მე მაგ შეცდომებისთვის ჯვარზე გავიყარი და გაპატიჟეთ ყველაფერს. უბრალოდ ამ გზაზე იბექი, შენ მოთმინებით, მხნეობით არ დაანებდე. ნახეთ როგორ პავლე მოციქული როგორ რწმენაზე ვსაუბრობს, რას ამბობს. აბრაამზე და სარაზე ვსაუბრობს, რა თქვა. მათო აღთქმა მიიღეს, მაგრამ შორიდან იხილეს ეს აღთქმა. აბრაამს უფლის მიერ აღთქმული არ უხილავს. უფალმა მას აღუთქვა, რომ მიწაზე რომელზეც ვეყარ შემომცემ ქანაანის მიწას. და ნაგამრავლებ როგორც ცაში ვარსკვლავს და ზღვაში ქვიშას. ასე გაგამრავლებ, მაგრამ აბრაამ ისე მოხდა, რომ ერთი შვილი ჰყავდა. ერთი ისააკი და მიწა რომელზეც ცხოვრობდა, იმ მიწაზე საფლავი იყიდა სარასთვის, მეტი არაფერი ჰქონდა. მარტო საფლავი იყიდა სარასთვის. ისე მოხდა აბრაამი, რომ იმ აღთქმიდან, რაც უფალმა აღუთქვა, არაფერი უხობს. მაგრამ რწმენა არ შეჰყევია. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის აღთქმა, რაც აბრაამს ღმერთმა მისცა, მის ხალ შესრულდა ყველაფერი. მაგრამ თვითონ აბრაამ ეს მხოლოდ შორიდან იხილე. მხოლოდ შორის, მხოლოდ მის რწმენაში არსებობდა ეს ყველაფერი. და არ გაუცრუდა ეს რწმენა. აი ესეთ რწმენას ითხოვს უფალი ჩვენთვის. ასეთ რწმენას ითხოვს და ასეთი რწმენა უნდა გქონდეს ჩვენი ცხოვრების გზაზე. მხოლოდ ასეთი რწმენა თუ გვაქვს, მაშინ არ წავიქცევთ, ესე ვთქვათ, მისკენ მიმავალ გზაზე. თორე სხვა შემთხვევაში იცით როგორ ხდება, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ბევრი ვნახეო, კარგად რომ დაიწყო,
მაგრამ ძალიან ცოტა იყო, ვინც კარგად დაასრულა. ეს სიტყვები სწორედ ამას ნიშნავს. ადამიანი თუ სულიერი ცხოვრების გზას იწყებს მტკიცე რწმენის გარეშე, რომ ის ყოველივეს მოითმეს ამ უფლისკენ მიმავალ გზაზე, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ ადრე თუ გვიან გადაუხვევს ხოლმე ამ გზიდან. აი მე ვთქვათ ხოლმე რომ წაიკითხოთ ძველი აღთქმები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ა ブラ ამის ცხოვრება მთელი ძველი აღთქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ა ブラ ამზე ვსაუბრობ, სამაგალი თუ არის თითოეული ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ მისი ცხოვრების ყველა ეტაპს გადის ყველა ქრისტიანი. თუ ის დაკვირვებულად ცხოვრობს და ცდილობს, რომ აი ღვთისმცნობა შეასრულოს თავის ცხოვრებაში. ყველა ეტაპს. აი ა ブラ ამის ცხოვრებას ვაკეთებ მართლაც საოცრება არის, რომ ჯერ მარტო უფალი ეუბნება, რომ გამოდი მამის საქმიდან, დატოვე ყველაფერი, რაც ყო, წამოდი. მე გამომდები, მე უნდა ჩემი აღქმულ მიწაზე მივიდე. ჯერ როგორია ამის გაკეთება, დაგეთ. მაგრამ ა ブラ ამი ამას აკეთებს. წარმოიდგინეთ ა ブラ ამს მიყვება ღმერთს, რომელიც ეუბნება, რომ აღქმულ მიწაზე უნდა მიგიყვანოს, სადაც თაფლი და ზეზდის ყველაფერს. ამ დროს მიდის ა ブラ ამი და ისეთ ქვეყანაში ხდება, რომ იგი იძულებული ხდება საკუთარ ცოლზე თქვას, რომ დაარი ჩემი ორი იქაურმა კაცებმა არ მიგია. ნახეთ და მიუხედავად ამის ა ブラ ამის რწმენა არ ეხება. ჩვენს გავდივართ ესეთ მომენტებს, როდესაც ვერ ვხედავთ, აი ვერ ვხედავთ თითქოს აი ღვთის ხელს ჩვენზე. თითქოს ისეთ განსაცდელში შევარდებით, რომ ადამიანი იფიქრებს, რომ კაცო სად არის ღმერთი ახლა? რატო არ ამ მდგომარეობაში და რამდენჯერ ყოფილა, რომ ეს კითხვა დაგვისვია ჩვენი თავისთვის. აი მაშინ უნდა გაგახსენდეს ა ブラ ამი და მისი რწმენა და არ უნდა შევდრიეთ ამ დროს. და უნდა ვთქვათ, რომ უფალი ზრუნავს ჩემზე. რაც მემართება, ჩემთვის არის ეს ყველაფერი და უფლის დაშვებითა. თავი უნდა დავხაროთ, მოთმინებით ავიტანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა. სხვანაირად რა ხდება, მთელი ა ブラ ამის ცხოვრება ეს არის. მოთმინებით გადატანა მთელი იმ განსაცდელებისა, რაც ცხოვრებაში გვაწყდება. და აი ეს გზა არის მე, რასაც აი პავლე მოციქული ამბობს, რომ מחმილი, ქვა, უდაბნო, ქვიშა, სიცხე, სიცივე, ეს გზა არის. ამაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, იმ წმინდანებმა პირდაპირ გაგებით მოითმინეს ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ. ვინდა თუ სწორ გზაზე დადგება ადამიანი, ის აუცილებლად ამ ყველაფერს გაიგებს. მაგრამ თუ ადამიანი მოჩვენებით დადგება ამ გზაზე, მაშინ რა თქმა უნდა ის აცდება ამ ყველაფერს. ასეთ განსაცდელებს. არ იქნება მას ცხოვრებაში ესეთი ბრძოლები. თუმცა საუბედუროდ ასეთი ადამიანი შემდგომ კაცილებით უფრო დიდ უბედურებას დაიწყებს თავის თავში. აი გუში ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც უფალი ასეთ რამეს ამბობს, რომ როდესაც ადგება უფალიო და კარები დახშავსო, დაკეტავსო, მერეო დადგებითო ამ კარებთან და დაიწყებთ კაკუნსო და რეკასო. და იტყვითო უფალო გამგვიჟე ჩვენ, ისე გეტყვითო არ გიცნობთ ვინ ახარ, პატივ განვეშორეთ აქ. თქვენ ეტყვითო რომ როგორ უფალო ჩვენ ქუჩებში გადაგებდიო და ჩვენთან ერთად ჭამდი. ის კიდე გეტყვითო რომ ამინ გეტყვით, რომ არ გიცნობთ ვინ ახარ. აი ეს არის უბედურება, როგორ ხალხზე ლაპარაკობს აქ ქრისტე, ნახეთ, ვინც იცნობდა მას. ვინც ფიქრობდა, რომ ესე ვთქვათ, ქრისტე მათ ცხოვრებაში იყო, ასეთ ადამიანებზე ფიქრობს, მაგრამ ლაპარაკობს. მაგრამ ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ იცნობდნენ, მასთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ, მიუხედავად ამისა ისინი საკუთარ ცხოვრებას აგრძელებდნენ ისე, როგორც მათ უნდა. არც მის სიტყვას ისმენდნენ, არც მისი სიტყვის მიხედვით ცხოვრობდნენ. ასეთ ადამიანებს მხოლოდ ის, რომ იცნობდნენ უფალს და იცოდნენ მისი სახელი, არაფერს არ არგებს, აი ამას ვეუბნება უფალს.
იმიტომ ამბობს, რომ არ გიცნობთ ასე გეტყვით. ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი წმენის მიხედვით ვიცხოვროთ. თითოეული ჩვენი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება ჩვენი წმენის მიხედვით იყოს მიღებული და არა დაუდებულად. ნახეთ, როგორ გითხრა გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომ ნიკო განათლებულ ქვეყნებში ასეთი თქმულება აქვს, რომ დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დროის დაკარგვა ადამიანს არ ებადება. დრო, რომელიც მოცემული გვაქვს მოცემული იმისათვის, რომ მარადისობა მოვიწვიოთ. და ამ დროს უნდა დავკარგავთ ამაო აჩრდილების დედნაშე. ეს უნდა დავიმახსოვროთ თითოეულმა ჩვენთან. ერთმა შეგვაძლებინოს სულთანმა